გამშვიდობით. Რაღაცა აჯაჯულეთ მოვიცვი, მაგრამ წავედით საქართველოს ბანკში. და გამაფრთხილა ერთმა საყვარელმა გოგომ. არ წახვიდეო შოქმარინშია. ნაგავი არ დაგხვდეს, მაგრამ ერთი ცუდი თუ კარგი ჩვევა მაქვს. როცა რაღაცას გეგმავ, არასდროს არ ვიცვლი მე. წინააღმდეგი სწრაფი ტრანსპორტი, მაგრამ მეტრო ჩემთვის იმდენ დამწუხრებულია. ისეთ და როგორც ჩავდივარ და თან მატარებელი მოვა უკვე გვიცუდეთ, მაქვს და სულ თქვა მიჭერს. კლაუსტროფობია ქვია მგონი. ორი გაჩერება არის მაქსიმუმ, რაც შემიძლია რომ გავიწვო. ეს ბევრი იყო. რა ვიცი, რა რითი წავსახში. ძალიან დაცხა. ჩვენურად მოვიქეცი, რომ შინით მოკროპოვენ მაისური ჩავეცი და გადავიძრობ. გადაგივლიან ზარად. გადამოგივლიან. ცოტა ოფრო. ბევრი ხალხიც არის. მოაწყია. შევთანხმდეთ, რომ გემოვნებაზე არ ვაპარაკობ. მე გემოვნებას არ მივყვები. ძალიან კარგი გემოვნება მაქვს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გემოვნებით ცხოვრება მე წინ ვერ წავიდე. შესაბამისად, საჭიროების მიხედვით მოვიხადეთ. ეს გავიხადე და ჩავანარცხე პარკში, ძალიან ცხელოდა. გემოვნებას არა, აქ იყო სამუშაო ტანსაცმელი და რომ არ შემცირდეს. სულ გადავიხადე 113 ლარი. ეს არის ნაბარო ჩვენი ხალხი. ასეთია. არ ვიცი მოვიხდე თუ არა გარეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შვიდლარად, როცა ხალხს გავრეცხავ, ეს ნაქსოვი კაბა ძალიან თბილი იქნება. გადავყაროთ. სამუშაოდ ელასტიკები. ეს არის ელიზომა ფირმა, არ ვიცი, მეცეთ მაგრადები ცალო. მკბმ რომელსაც აქაც ქონდა რაღაცები, მაგრამ მაინც არ დავიხია უკან, იმიტომ რომ გაშრობას დიდი დრო უნდა. შემდეგი მე არ ვიცი ესენი ბრენდებია თუ არა, იმიტომ რომ ჩინეთიდან და იმიდან არის ხოლმე. თან იარლიკებით მოვჭრათ. ესეთი გაშვებული ნაიკის სამუშაო
შარვალი. ყველაფერი ვიყიდა თითქმის სამუშაოდ. მე ორ-ორი აქ, ერთი კი არა აქ. 7 და 8 არ იყირდა. ეს მაისური, რომელიც ჯერ არ გადამწყვეტია, ანუ მუშაობის დროს როცა ხელს ვწევ, მაღლა ჩანს ქონები. ამიტომ გადავწყვეტე, რომ ძალიან გრძელი ზედები შემეძინა, არა ვერ ვხედავ ძალიან დისკომფორტი მაქვს დღეს თვალში. ისეთი უპრობლემო, ოდნავ დათბილული, უდეფექტო, ძალიან კარგი ზედა, მინდა გითხრათ, 7 ლარში. ძალიან მინდოდა ჯინსის ქორთუკი. გიждდებოდი. ჩემი ამეჩემება. ერთი ჯინსის ქორთუკი მომეწონა, რომელსაც ძალიან განსხვავებული საყელო ჰქონდა და არ შემეკრა. და მე დავინახე ამის ზურგი. მე მიყვარს ესეთი რაღაცები. ძალიან რო არ ყვირეს, მაგრამ საინტერესოა. ეს ისეთი ბრჭყვიალებია, ამას ავიტან. ახლა გაჩვენებთ. ეს არ იყო ფასტად მოდაში. ჩემი ჯინსის კეტებზე ლამაზ პერანგზე და ჯინსზე ეხლა ძალიან ლამაზია. ძალიან მინდოდა ჯინსის ქორთუკი. რაღაც მოყვა. ეს მოყვა ჯიბეში. მე უპაულობდი ხოლმე ფულს, როცა მქონდა. მეორადი მალაძი. ნახოთ ეს ჯიბეებიც. წავიდეს გასარეცხებში. MS ფირმის არის, ადრე მქონდა ძალიან ლამაზი შავი მაქმანებიანი და ესეთი ბისერები ქვია თუ რა ქვია არ ვიცი. ჯინსის ქორთუკი. და მე ვიღაცამ ალბათ მითხრა რა ლამაზიაო და გავიხადე და ვაჩუქე. ძალიან ბედნიერი ვარ მაგ ქორთუკი. გადავიდეთ ეხლა. ეს არის ისე რომ გაშრატუნდები, მოიცადეთ. მოვწერა. შენია? აი ესეთია. ჩემ ყოფიო. ხოდე. შენ რა შვები და? შედობა რა მხარ არის ახალი? აბა მითხარი. დაბნეული ვარ, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მე დედათასთან და მაგ დეტალებს გავდივართ. კარგი არა, ჯერჯერობით სანერვიულოა. ეს ფერი არის ჩემი, ვიყიდე ცოტა დიდი და ამის ღირებულებად თუ არ ვცდები 7 ლარი იყო. ეხლა ლენორში რომ გავახუჩხუჩებ, ძალიან კარგი გამოვა. შემდეგი არ თავდება. დილიდან აჭრილ ხასიათზე ვარ. თან თვალი რაღაცნაირად ყივა. ამებს თქვენც ესე ჩემსავით გიჟივით აჭრით. მესამედ გამირეკებ დღეს უკვე და გიჟდები ჩემ შვილზე. ის არის აი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ღმერთი საჩუქარია, იმიტომ რომ საოცარი მეგობარია და ჩემნაირი არ არის, ძალიან თავშის ყავებული, ძალიან დილობიანი, ძალიან სხვანაირი ბავშვია. გაზდას არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ერთნაირად გავზარდა. ეს არის კოპლები ზოლები ხო ჩვენი ტკივილია, ჯინსზე გადასაცმელად, რო შეგცივა ქალო. არ ვიცი რა მინიზიდა, ეგეც ესე 7 თუ 8 ლარი თუ რაღაცა. ამაზე არ დამიკლეს მიუხედავად იმის, რომ ლურჯი ეტიკეტი ქონდა, არ ვიცი რატომ.
ესეთი სვიტრი ძირითადად ჯინსები მოცვია ხოლმე და რაღაცნაირად მე სიმპათიურა. მეძახოდნენ თვითონ ძალიან ბევრი დავტოვე, ამაში 20 ვარ მივეცი. შემდეგი ეს არის დათბილული, შიგნით აბსოლუტური ბაიკაცია. ესეთი ელასტიკების გრძელი სვიტრი, უკან კი მაქვს ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ავიტანთ, თავარი არ შეგცვიდა. მე თვითონაც ინტერესით ვიყურები, იმიტომ რომ რაღაცები დავტოვე. ნუ არ მომიხდა თუ ვერ მომიხდინე თუ არ ვიყავი ხასიათს და მოკლედ ეს არის ესეთი ჩვეულებრივი შავი ზედა, რომელიც აქ ვიწროვდება და აქ ესე დგება წელზე და ქონებს მალავს გადმოფარებული. კიდევ სამუშაო საშინაო ზედა. ესეთ თბილი ყველა ვარჩი, რომელსაც ბაიკა ქონდა და წელს ქვემოთ იყო. ესეთი და ბოლოს არის ჟაკეტი. ასეთი ჟაკეტი მე ბავშვობაში მქონდა. ეს ჟაკეტი ეკდო ძირს, ავიღე და წამოვიღე. ისე რომ არც მომისომია. კაკაოსფერი ჟაკეტი მქონდა, რომელსაც ზუსტად ასეთი ყვავილები მქონდა აქეთ და ძალიან მომწონდა. ეხლა აღმოვაჩინე, რომ ძალიან საინტერესო უკანა მხარე აქვს. და იმ პატარა დორას ვეტყოდი, რომელსაც თურქეთიდან ჩამოტანილი ჟაკეტი უყიდა დედამ. მოყავისფრო მოიასამნისფერო იყო და გულზე ქონდა ესეთი ყვავილები. და ძალიან უხაროდა ის ჟაკეტი, რომ ეცვა. ძალიან მოსწონდა. და იმ პატარა დორას ვეტყოდი, რომ ძალიან მაგარი გოგოა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვა, ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს თავისი ესეთი მტკიცე ხასიათით და ვეტყოდი, რომ ის შიშები, რომელიც რაღაც 9 წლის ვიყავი, ალბათ რომ მეცვა 8 წლის. ის შიშები, რომელიც მაშინ ქონდა და ეხლაც აქვს, აბსოლუტურად ტყუილია, იმიტომ რომ პატარა დორაც და დიდი დორაც ღმერთის მადლით, ღმერთის შეწევრით და ღმერთის სიყვარულით კარგად იქნება. ისეთი ემოცია წამოიღო, ის გამახსენდა როგორ მიყიდა დედამ. ნათლია ჩემი ცხოვრობს ახლა მოსკოვში, სომეხია და მისი დედა დადიოდა თურქეთში ან სომხეთში ერთის გაჭირვების პერიოდი. და როგორ მახსოვს ის ჟაკეტი, როგორი სიხარული წამოიღო სახში და ზუსტად იგივე ემოციით. კაცა ხელი ძირს დაგდებული რომ იყო და პატარა დეტალიც კი რაღაცა მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, რაღაც ემოცია წამოიღო, რაღაცა გაიხალისო. ხო, წამიღო ძალიან. წავედი ახლა მე ამ მოკლე ვიდეოს დაგიტოვებთ. ვისაუზმებ მოუწესრიგდები, ვისაუზმებ 3 საათია მომშვიდასავით და მივხედავ ჩემს საქმეებს დროებით.